რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაეროში ტრადიციული რეზოლუციის პროექტი დაინიცირდა, თუმცა დონალდ ტრამპის მიერ ოვალური კაბინეტის დაკავების შემდეგ ცვლილება შინაარსშიც აისახა. შტატების მიერ დარეგისტრირებული დოკუმენტი უშუალოდ ომის დასრულებაზეა ორიენტირებული. Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პროექტში ისმის მოწოდება კონფლიქტის სწრაფი დასრულების შესახებ და მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის კონფლიქტის განმავლობაში ტრაგიკული მსხვერპლის გამო. რეზოლუციის პროექტის პირველი თანასპონსორი საქართველო იყო. მხარდამჭერთა რიგებს შეუერთდნენ უნგრეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტი მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ საქართველოსა და შტატების მთავარი მიზანი მშვიდობაა. ამ კუთხით კი ქართული ოცნებისა და დონალდ ტრამპის ინტერესები თანხვედრაშია. მან მთავარი მესიჯი რა არის, რომ ომი უნდა დასრულდეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. ის უბედურება და ის ტრაგედიები, რაც ტრიალებს ჩვენ სამეზობლოში, ხო, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და ყველამ დაუგმით. ომი უნდა დამთავრდეს. გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია სწორედ ერთ შემთხვევა იმ ჩვენს მიდგომას რაც ჰქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და იზიარებს. შესაბამისად ჩვენ გავხდით ერთ-ერთი პირველი, ვინც გვერდში დაუდეკით ამ რეზოლუციას. ჩვენი მთავარი მიზანი, რატომაც ხარს უჭერთ პირველივე წამიდან, როდესაც მოხდა ამ რეზოლუციის პროექტის ინიცირება, არის ის, რომ ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის მშვიდობისკენ მოწოდება. მშვიდობა, რომელიც ჩვენთვის საწყისი ომიდან და ომის დაწყების პირველი წამიდანვე იყო მთავარი მოწოდება და მთავარი მიზანი. მშვიდობა უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინის მშვიდობა ეს არ არის მარტო უკრაინაში მშვიდობა, ეს ნიშნავს მშვიდობას მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომხდარიყო ამ ომის თავიდან არიდება, რაც რა თქმა უნდა შესაძლებელი იყო. ჩვენ იმიტომ ვართ პოლიტიკაში და იმიტომ გვირჩევს ხალხი, რომ საფრთხეები ავარიდოთ ქვეყანას. ომის დასრულებაზე ორიენტირებული დოკუმენტის ტექსტი არასაკმარისი აღმოჩნდა კიევისთვის. შესაბამისად, უკრაინას გაეროში ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი აქვს დაინიცირებული. ვრცელი დოკუმენტი შეიცავს მწვავე გზავნილებს და კრემლისადმი კონკრეტულ მოთხოვნებს. როგორც Wall Street Journal-ი წერს, უკრაინულ ვერსიას მხარს უჭერენ ევროპის ქვეყნები, თუმცა არა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც თავის მხრივ ცალკეულ ქვეყნებთან მუშაობს იმისათვის, რომ მხარი ამერიკულ პროექტს დაუჭირონ. გამოცემის ცნობით, ევროპის დედაქალაქებში გაგზავნილ შეტყობინებაში შტატების დიპლომატებმა ევროპელ კოლეგებს აცნობეს, რომ ამერიკა უკრაინული რეზოლუციის მიღების წინააღმდეგი იქნება და კიევს პროექტის გაწევისკენ მოუწოდებს, თუმცა უკრაინა ამ დრომდე უარს აცხადებს. ამ ფონზე კი გასაკვირი არ აღმოჩნდა ის, რომ ქართულმა ოპოზიციამ თემასთან დაკავშირებით კვლავ რადიკალური მოწოდებები გააჟღერა და ტრამპს რეზოლუცია დაუწუნა. ცალსახად ყველა ის რეზოლუცია, სადაც რუსეთი იქნება მოხსენებული აგრესორად, სადაც ეწერება, რომ პუტინმა დაიწყო ეს ომი, სადაც ეწერება, რომ რუსეთი არის და პუტინის რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც ხოცავდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუცია უნდა იყოს მხოლოდ ხარდაჭერა. ანუ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არის ერთი რამ, რომ მტერს ერქვას მტერი და არ მოხდეს ამუყირავება იმ გაგებისა, რომელზეც უნდა ქმნიდეს კონსენსუსს ჩვენი ხელისუფლება, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ ქართული ოცნების ინტერესებში არ არის მტერისთვის საკუთარი სახელის დარქმევა და ზუსტად ამას უკავშირდება ის ორაზროვნება, რომელსაც ეს არალეგიტიმური ძალა ქმნის უკვე დიდი ხანია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ქართული ოცნებისგან განსხვავებით ოპოზიცია არა მშვიდობაზე, არამედ დესტრუქციულ დღის წესრიგზეა ორიენტირებული, რასაც რეზოლუციის საკითხთან დაკავშირებული პოზიციებიც მოწმობს. ოპოზიციას ვერ დავარქმევ, მაგრამ ადამიანთა ჯგუფი, რაღაც პოლიტიკური სუბიექტები გარკვეული ნარატივებიდან და გარკვეული აღქმებიდან ცდილობენ ესეთი მოგონილი ფაქტების შექმნა, რომ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიექანებოდა თავი დაანება ევროინტეგრაციის პროცესი. იმის მაგერად, რომ ფაქტმა შექმნას ნარატივი და განწყობა. საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ როგორმე გადარჩეს აი ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. გაეროში რეზოლუციის პროექტებს კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრიან. ამერიკის მიერ ინიცირებული დოკუმენტით ახალი პრეზიდენტის სამშვიდობო პოლიტიკა კიდევ უფრო მკაფიო ხდება. დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და ამ კუთხით ხელშესახები ნაბიჯები უკვე გადადგა. ომის დაწყებიდან მხოლოდ 3 წლის თავზე სწორედ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაჩნდა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა.